თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რამდენიმე საქმის განხილვა გაიმართება, თუმცა დავიწყოთ პირველ რიგში 8 პირის სასამართლო პროცესით. ჩემი კოლეგა ლიზი ვეკუა გვერდდება საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ლიზი, გისმენთ. გიორგი, თითქმის 1 საათის დაგვიანებით დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე კვლავ იკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, უნდა დაიკითხოს 4 ან 5 პოლიციელი და ის ადამიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ნივთმტკიცებების ამოგებაში, ასევე დაათვალიერეს რუსთაველის გამზირი და იგებდნენ მონაწილეობას სხვა ნივთმტკიცებების გამოკვლევაშიც. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ სხდომაზე იკითხება გიორგი ჯორჯოლიანი, მერიის თანამშრომელი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქვეყნის მთავარ გამზირებს და როგორც ის აღნიშნავს, ის 28 ნოემბერს აქციის დაწყებამდე იმყოფებოდა, დაათვალიერა რუსთაველის გამზირი, რომელიც არ იყო დაზიანებული და აქციის მიმდინარეობისას დაზიანდა. მისი თქმით 129,000 ლარიანი ზიანი მიაყენეს 28 ნოემბერს მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირს. ამასთან დაკავშირებით უსვამდნენ პროკურორების შეკითხვებს მოწმეს, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლების და თქვენ ახლა შეგიძლიათ რომ ეს პირდაპირ ეთერში მოისმინოთ. მიტინგის აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა გარკვეული სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება, მათ შორის რკინის მოაჯირები, ქვაფენილები, ტროტუარის ფილები და ასე შემდეგ. რამოდენიმე სახის, იქ რაც ჩანდა უშუალოდ ტელევიზიით გასული, ასე ვთქვათ, კადრების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ დაზიანება იქნებოდა ძალიან, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი. ამიტომ მეორე დილით საათი დროს 9-დან 10 საათამდე დაახლოებით ამ პერიოდში გავედით რამოდენიმე თანამშრომელი. როგორც გავდიოდით ყოველდღე, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვაებიც მეხმარებოდნენ, ვინაიდან სავარაუდოდ დიდი ოდენობა იქნებოდა რა, ასე ვთქვათ. და დავიწყეთ ყველაფრის აღწერა, რაც იყო დაზიანებული. და ეს გრძელდებოდა შემდეგ დღეებში, ყოველდღიურად, ყოველ დილით გავდიოდით და აღწერდით, ასე ვთქვათ, რაც წინაღამით დაზიანდა რა. კონკრეტული ადგილები, შემიძლია დაგისახელოთ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო მარიოტის მიმდებარე და მოპირდაპირე მხარე, ასევე რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარე და მიმდებარე ტერიტორიები, ოპერის მოპირდაპირე მხარე და ოპერის მიმდებარე ტერიტორიები, ასე დაახლოებით გითხრათ სავაჭრო ცენტრი მერანი არის, ასეთი დაახლოებით აი პარლამენტიდან მერანამდე ამ შუალედში იყო დაფიქსირებული. როგორც გიორგი ჯორჯოლიანი ამბობს, სინდისის პატიმრებმა ამ აქციის მონაწილეებმა არადებს კონკრეტულად რომელიმე მოქალაქეს ხელს, თუმცა ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა 28 ნოემბერს დააზიანეს როგორც რკინის ჯებირები, ასევე ტროტუარები და ეს ზიანი 129,000 ლარს შეადგენდა. სინდისის პატიმრების პროცესის გარდა, 8 პირის პროცესის გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ასევე ჩანიშნული არის გიორგი მინდაძის და გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესებიც. გიორგი მინდაძეს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, პროკურატურა ამბობს, რომ მან პოლიციელს ფიზიკური ზიანი მიაყენა ფოიერვერკის საშუალებით, ხოლო რაც შეეხება გიორგი ახობაძეს, მას დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა შენახვას ედავებიან და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.